ტრილიონიანი სესხი ომის ნანგრევებისთვის უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს. ნიკა გვარამიამ საკუთარი სასამართლო პროცესის გამოტოვა მისი დუმილი ვერცვლის ნათქვამს, რაც ხელისუფლების შეფასებით ოპოზიციის რეალური მიზნების აღიარებაა. ნინო არგულიანი გიამბობთ. ეს არის თვითილუსტრაცია იმისა, თუ რატომ ითრევდნენ საქართველოს ომში. ისინი აქედან ეძებდნენ ფინანსურ სარგებელს. ამის თქმის საფუძველს პირველ კანონმდებელს ნიკა გვარამიას განცხადება აძლევს, რომელმაც თვითილუსტრაციის გზა აირჩია და მშვიდობასა და ომს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე ტრილიონების მიღების სურვილით გააკეთა. შალვა პაპუაშვილისთვის გვარამიას განცხადება მორალური დეგრადაციის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ომი რომ ფულის შოვნის გზა, ამას ოპოზიციას გამოცდილება ალაპარაკებს, რადგან 2008 წელს ჩარიცხული მილიონები უგზო-უკლოდ დაიკარგა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფული არც თბილისის შემთხვევაში იყო საჩუქარი და არც კიევისთვისა. სესხის გადახდა კი ამჯერად უკრაინის მოქალაქეებს მოუწევთ. არ არსებობს თანხა, რომელზეც შეიძლება ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის აღშენებლობა და ადამიანის სიცოცხლე გაცვალო. ამ თანხებსაც შეეხება არაფერი 1 ცენტი თუ კი რასაც იღებს უკრაინა, მისი ძირითადი ნაწილი 90%-ზე მეტი ეს არის სესხი. ომი ეს არის ნგრევა და ეს დაპირებული თანხები ეს არის უბრალოდ კაბალურ გარიგებაში, კაბალურ მდგომარეობაში შეყვანა ქვეყნისა, რომელიც დანგრეულიც იქნება და ფინანსურად კაბალურ ვითარებაში დამოკიდებული სხვა ქვეყნისგან. სესხი დახმარებად ნიკა გვარამიამ თარგმნა, რომელიც საჯაროდ წუხს, რომ ომისგან დანგრეული უკრაინა დახმარების სახით ტრილიონებს მიიღებს, საქართველო კი ვერა. ანუ გვარამია ფულს მშვიდობას უტოლებს. გვარამიას განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, სხვა რა გაინტერესებთ. ნიკა გვარამიას აღიარებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას ამ ფორმით გაექცა ბადრი ჯაფარიძე. თავად გვარამია კი მეორე დღეა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის დღეს არც მის სასამართლო პროცესზე მივიდა. ზუსტად შენს უსამშობლობას, უღმრთოებას დააჩვენებ იმას, რომ შენთვის თავარი არც შენი ქვეყნის ინტერესია, არც ხალხი, არც საზოგადოება, ერთადერთი რაც გინდა, ჯერ დაანგრიოს ქვეყანა და მე ამით ხელი მოიტანო. ომი საკუთარ ქვეყანაში არც ერთი ნულით არ იზომება, ამბობს მართველი პარტია და განმარტავს, რომ ოპოზიცია რეალურად წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ომის ნანგრევებზე ფული ვერ იშოვეს. ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა რომ ბომბების ვიმაყოფილიყო რუსთაველზე, ზუსტად ამის გაგრძელება არის, რომ საქართველოს არ იქნა გამოყენებული პროქსი სახელმწიფოდ, ომში ჩართვა არ მოხდა, შესაბამისად ვერ მიიღებს ტრილიონებს ბრჭყალებში, როგორც მიიღებს ამას და პირდებიან უკრაინას, მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოს შემდეგ უკრაინელმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობას არ მოუწევს ამ ყველაფრის გადახდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში. ჩვენ გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ რა წარმოადგენდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე და რამდენად ღირებული იყო იგი. და სამწუხაროდ ეს რიტორიკა გრძელდება. მართველი პარტიის განცხადებით ოპოზიცია ქვეყანას ვერა, მაგრამ საკუთარ იმიჯს წარმატებით ანგრევს. ამის მთავარი მიზეზი კი მათი ანტიქართული პოლიტიკაა.